კარნამ ჰკითხა კრიშნას, მე ვარ დამნაშავე, რომ უკანონო შვილად დავიბადე. მე შემესხუდა სწავლის შესაძლებლობის მიღება გურუ დრონასთან იმის გამო, რომ ქშატრია არ ვიყავი. პარაშურამამ მასწავლა ეს ხელოვნება, მაგრამ დამწყევლა იმის გამო, რომ გაიგო კუნტის შვილი ვიყავი. ძროხა ჩემი ისრით დაიჭრა და მისმა პატრონმა მე დამწყევლა. დრაუპადის ქმრის არჩევის ცერემონიაზე უსამართლოდ დამამცირეს. კუნტიმ სიმართლე მხოლოდ იმისთვის გამიმხილა, რომ მისი სხვა შვილები დაეცვა. ყველაფერი, რაც მივიღე, დურიოთანას წყალობით იყო. და როგორ ვარ მე დამნაშავე, მისი მხარე რომ დავიჭირე. კრიშნამ უპასუხა კარნას. მე საპყრობილეში დავიბადე. სიარულიც კი არ შემეძლო მშობლებს ისე დამაშორეს. იმ დროს, როდესაც შენ სიმამაცისთვის გაქებდნენ, მე ძროხების მწყემსად ვიზრდებოდი. მუდმივად საფრთხის წინაშე მიწევდა ყოფნა. სენეპალსის გურუკულას კი 16 წლის ასაკში შეუერთდი. დავქორწინდი ყველაზე, ვინც გადავარჩინე და ჩემი ცოლობა სურდათ. საცხოვრებლად ჩემთან გადავიყვანი. მე მუდამ ძროხების მწყემს მეძახოდნენ. თუ დურიოთანა გაიმარჯვებს, შენ სარგებელს მიიღებ. თუ იუდhishthira გაიმარჯვებს, მე დამადანაშაულებენ. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ დარმა ცნობილია როგორც შენი გონება. ცხოვრებისეული გამოწვევების გამო ადამიანი არასწორ გზას არ უნდა დაადგეს. თავს როგორი უსამართლობაც არ უნდა გადაგხდეს, მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი რეაქცია გექნება მასზე.